ძიმე თამაში გამოვიდა. საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, დაუმარცხდით და ამით კმაყოფილი არავინ არ არის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი თამაში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ყველა ფეხბურთელი გვენახა საქმეში, ეს ერთი და მეორე ყველაზე მთავარი, რომ ტრავმები აგვირდებიან და თავიდან განსაკუთრებით ეს ბოლო დღის მოვლენების ფონზე ძალიან გვაჩვენებდა ეს ყველაფერი. არის ძალიან დიდი ჯგუფი ფეხბურთელების, რომ პირველი თამაში იყო დიდი ხნის შემდეგ. ფეხბურთელების რაღაც ჯგუფმა სადღაც 2-3 კვირის უკან დაამთავრეს თავიანთი ჩემპიონატები, ამიტომ იმედი ამით, მინდა ამით ავხსნა მათი ის მოქმედებები უკვე სტადიონზე, იმიტომ რომ დღეს ჩვენ გვაკლდა ის აგრესია, დღეს ჩვენ გვაკლდა ეს ესტრაფეები, რითაც ყოველთვის გამოვირჩეოდით. ერთი კვირა გვაქვს დრო რომ მომეზადოთ ევროპის ჩემპიონატისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ბევრად კარგად იქნება, ვიდრე თუნდაც დღეს იყო. პირველ რიგში მოძრაობას გულისხმობ, რა თქმა უნდა და იმ აგრესიას. საერთო ჯამში კარგი სპარინგი გამოვიდა, იმიტომ რომ მივიღეთ ძალიან დიდი ინფორმაცია. აუცილებლად დაგვჭირდება დაცვის ფაზაში განსაკუთრებით მომატება და უფრო მეტი კონცენტრაცია და ყურადღება, იმიტომ რომ ბოლო მოვლენების ფონზე გამოგვიყვება რამოდენიმე ფეხბურთელი. არ არის მარტივი გადაწყობა, მაგრამ დრო ცოტაა, მაგრამ უნდა შევძროთ ის, რომ პოლონეთის თამაშს მზადყოფნაში შევხვდეთ. დებიუტი მქონდა, ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ეროვნული ნაკრების ფორმით თამაშის შესაძლებლობა მომეცა. მნიშვნელოვანი თამაში იყო, მაგრამ დავმარცხდით და შეცდომებს გამოვასწორებთ 11-ისთვის.